გადაწყვეტე გავიდე სტუდიიდან და ჩემთვის საინტერესო ადამიანებს ვესაუბრო. ეს არ არის ხანგრძლივი ინტერვიუ, ჩვენი გადაცემის ფორმატის გათვალისწინებით, თუმცა ვცდილობ ჩემს რესპონდენტებს კითხო მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე, ფრაგმენტებზე და ადამიანებზე. დღეს ზაზა შენგელიასთან სტუმრობას იხილავს ჩვენი ძვირფასი მაყურებელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც აუდიტორია იმდენი რეგალიით იცნობს, რომ აღარ ჩამორთვლი. ჩემთვის ხათ შორის აი როდესაც რესპონდენტებზე ვფიქრობდი, რასაკვირველია, ბევრი საინტერესო ინტერვიუ ელოდება ჩვენს მაყურებელს, მაგრამ როდესაც ვფიქრობდი რესპონდენტებზე, უნდა აღვნიშნო, რომ აი ეს თაობა ჩემთვის არის ძალიან საინტერესო. ნამდვილად. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა რამდენნაირი საქართველო ნახეს, წარმოგიდგენიათ, ხო? ეს იყო რაღაცა საბჭოთა საქართველო, 90-იანები, 2000-იანები. აი აბსოლუტურად ყველა ეპოქა გაიარეს კონტრასტებით სავსე პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში მაინც იყვნენ აქტიურები, ფეხს უწყობდნენ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. მაინც სამშობლო სადარაჯოზე იდგნენ, ხო? აი რაც არ უნდა მოხდარიყო ქვეყანაში, ეს ადამიანები რჩებოდნენ აქტიურ მოქალაქეებად, სხვადასხვა პროფესიას და მიმართულებაზე მუშაობდა, მაგალითად ბატონი ზაზა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ ყველაფრის. მის სახელს ასევე ყველა სხვა პროექტთან ერთად უკავშირდება სამი ტელევიზიის ისტორია და ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო აი ეს მიმართულება და მოკლედ შეგვიძლია ვნახოთ ეს მცირე ინტერვიუ. ზაზა შენგელიას სამეული ოქროს პლეილისტი. იცით რა, ამ შეკითხვის დასმა ნებისმიერი მელომანისთვის არის წამების ტოლფასი. ჩავი ტელეფონი მითია თუ რეალობა. იმას ვეუბნებოდი, რომ იმას უნდა შეთანხმდეთ პირიქით. რა გზა იყო ეს თქვენთვის საბჭოთა ახალგაზრდისთვის, რომელიც 80-იან წლებში როკ ფესტივალებს აორგანიზებდა? თქვენთვის ყველაზე მეტად ზაზა შენგელია ვინ არის? იმდენ მიმართულებაზე უნდა ვილაპარაკო, პატარა მინიშნებით ვარ მაინც მოსული. დავიწყოთ სულ ბოლოდან. Bravo Records. ეს არის კომპანია, რომელიც მუსიკალური ბიზნესის ყველა მიმართულებას მოიცავს, ახალი ტალანტების მოძიება, კლიპების, მუსიკის გაკეთებას. ეს ის არის, რაც 14 წლის წინ ჩაიფიქრეთ. არის კიდევაც და არ არის კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიური პროგრესის თვალსაზრისით, რომელიც ბევრ ახალ გამოწვევებს აჩენს. Bravo Records არის ერთგვარი ხიდი ტალანტებსა და მსმენელს შორის. ძალიან ბევრ ახალგაზრდა მომღერალს გაუკვალა გზა, გააკეთა რამდენიმე ძალიან დიდი პროექტი. ნებისმიერი რეკორდ ლეიბლისთვის ან სტუდიისთვის იქნებოდა საამაყო. თუნდაც 2018 წელს პუერტო-რიკულმა რეპერმა რეზიდენტემ ლათინური სამყაროს ემინემად არის ცნობილი ჩაწერა საქართველოში ერთ-ერთი ჰიტი თავისი გუერა ომი და ამ ალბომმა ნიუ-იორკში მე-60 გრემის ცერემონიალზე აიღო გრემი. და მაგარი გილოცავთ. გაგვიანებთ. ნატალია 7 წლის წინანდელი ისტორია. იგივე ვთქვათ, გოგი დოლიძის ძალიან ცნობილი პროექტი, თქვენ იცით ამის თაობა და როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ გოგი დოლიძის მარტო ვოკალი, რომელიც 30 წლის წინ არის ნამღერი და ინჟინრულადაც, შემოქმედებითაც, არანჟირების თვალსაზრისით ურთულესი პროექტი. შედეგად მივიღეთ ისეთი პროდუქტი, რომ თითქოს აი დღეს ჩაწერა გოგი დოლიძემ ეგ ალბომი. და ასევე შემიძლია ვთქვა, ფესტივალი Global Gathering ეს გახდათ პირველი ლიცენზირებული ფესტივალი საქართველოში, რომელსაც მოყვა ისეთი დიდი DJ-ი, როგორც არის Fatboy Slim. მახსოვს ეს კაცი ფესტივალი ახსენეთ და სტაჟიან მელომანად გიცნობთ მაყურებელი. ერთი მხრივ ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ ზოგადად, თუმცა ჩემს აზრით მეორე მხრივ ძალიან საინტერესო პერიოდი გქონდათ თქვენ თაობას, იმიტომ რომ ნახეთ საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ქვეყანა რკინის ფარდა, შემდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო, შემდეგ იყო უკვე დამოუკიდებელი ბნელი საქართველო, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და დღეს აი სრულიად განსხვავებული თაობით ქვეყანა, ხო? რა გზა იყო ეს თქვენთვის საბჭოთა ახალგაზრდისთვის, რომელიც 80-იან წლებში როკ ფესტივალებს აორგანიზებდა? ეს არის ძალიან რთული პერიოდი რა თვალსაზრისით, რომ მაშინ არსებობდა ფილარმონიასთან სამხატვრო საბჭო, რომელიც ნებისმიერ მუსიკალურ კოლექტივს, ანუ რეპერტუარზე ბეჭედი უნდა დაერტყა სამხატვრო საბჭოს. უნდა დაემტკიცებინათ, რა უნდა გეკეთებინ მუსიკა. იმის გარეშე შენ ვერ ჩაატარებდი ვერც ერთ გასტროლს, ვერც ერთ კონცერტს. აი ამ პირობებში მოახერხეთ აი ამ სტუდენტური როკ ფესტივალის ჩატარება, რომელმაც ძალიან ბევრ ალტერნატიულ როკ მუსიკოს გაუხსნა გზა. ჩვენ ყოველთვის ახალგაზრდები ვესწრაფოდით რაღაც თვით გამოხატვისკენ, მეც ყავდა ჩემი ბენდი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მაშინ underground-ში არსებობდნენ, მათ შორის ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი, ქიშოგლუ ჩაძე. ეს იყო ჩვენთვის რაღაცა თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა ამ ფესტივალის ჩატარება. ზაზა შენგელიას სამეული ოქროს პლეილისტი.
იცით რა, ამ შეკითხვის დასმა ნებისმიერი მელომანისთვის არის წამების ტოლფასი, ძალიან რთულია. დაახლოებით იმის ტოლფასია, პატარა ბავშვებს რო ეკითხებიან, დედა უფრო გიყვარს თუ მამა. ეს ალბათ არის Stevie Wonder-ის ალბომი Journey Through the Secret Life of Plants, რომელიც 79 წელს აფრიკაში 2 წლიანი მოგზაურობის შემდგომ შეიქმნა. ეს არის Eva Cassidy's songbook-ი, ასევე ალბათ Beatles-ების კლასიკური ყოველთვის ყველგან ვეუბნები კლასიკურ საფუძვლებს და ალბათ Beatles-ების Abbey Road-ი. და ბატონ ზაძა, აი ეს ბეჭად დარტყმული ახალგაზრდების თაობა და უცებ თქვენ ხელს კიდევთ პროექტებს, მაგალითად Ray Charles-ი ჩამოყავთ. ასეთ პატარა ქვეყანაში, თან იმ დროს ძალიან რთული იყო ასეთ მასშტაბის მუსიკოსების ჩამოყვანა, ხელისუფლებაც ალბათ ჩართული იყო. აი რა არის ის ამბები, რაც დღეს შეგიძლიათ რომ მოყვეთ და შეიძლება კურიოზულიც იყოს. Ray Charles-ზე დიდი მუსიკოსი საქართველოში არ ჩამოსულა უცხოელი, ეს იყო ძალიან დიდი გამოცდა თვითონ საქართველოს როგორც სახელმწიფო შესაძლებლობებს. ჩვენ გვეცინებოდა სიმწრისგან, იმიტომ რომ სინამდვილეში ვიხილავდით რაიდერი არის ტექნიკური რაიდერი, რა უნდა დაახვედრო, ვთქვათ, ტექნიკური და არაფერი არ შევებოდა. ამას ვიხილავდით, როგორი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო დარბაზში და მეორეს მხრივ ვერავინ ვერ გვიდასტურებდა კონცერტის დღეს დენი იქნებოდა თუ არა საკონცერტო დარბაზში. წარმოიდგინეთ, როგორი აცდენელები ვიყავით რეალობას. პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე გაემგზავრა Ray Charles-ი, მას ახდა ძალიან ცნობილი მისი პროდიუსერი სოფიან ზახსეძახდა ჯო ადამსი, მან ცალკე ლიმუზინი მოითხოვა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა, ამიტომ გამოიყვანა ძველი საბჭოური ჩაიკა. აი ესეთი დენი იქნებოდა თუ არა ჯო ადამსის ის გაჩერდებოდა თუ არა ჩაიკა, ვიქ ვიღაცას მუსიკოსებს ინსტრუმენტებს ხო არ წაართმევდნენ ან არ დააყაჩაღებდნენ. აი ამ დონეზე ვიყავით რა. ხო, ეხლა ამ გადმოსახედიდან ცოტა ზეცილა, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ შევარდნაძე, ხო? არის ისეთი სიტუაციები, გარემოებები, ფაქტები, რომელსაც დღეს უკვე გაიხსენებთ, შეიძლება მოყოლა მოკლედ. მაგრამ აი ძალიან კარგად აღწერს მაშინდელ საქართველოს. ნუ პირველი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ Ray Charles-ისგან წინასწარი თანხმობა ჰქონდა, მაინც გვეშინოდა, რომ არ ჩამოვიდოდა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ომი ჩეჩნეთში. იმ პერიოდში თბილისიდან 200 კილომეტრში ჩეჩნეთში მიდიოდა ძალიან სისხლისღვრელი სასტიკი ომი. და ერთ-ერთი კაუჭი, რამაც თქვა ჩამოიყვანა Ray Charles და საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა მის მენეჯმენტს იყო ის, რომ მას უთხარით შეუთვალეთ ეს რამ მივწერეთ, რომ პრეზიდენტ შევარდნაძე სურს მასთან შეხვედრა, როცა შევარდნაძე არ იცოდა ამის თაობაზე თვითონ. და მე შევედით შევარდნაძესთან, იქ რა თქმა უნდა ძალიან დამეხმარა ბატონი გელა ჩარკვიანი. მან თავისებურად აუხსნა, რომ ეს ამერიკელი პრეზიდენტების მეგობარია ყოველას ინაugurაციაზე აქ ნამღერი რიჩარდ ნიქსონის, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშის და ასე ჩამოუთვალა და აი ესეთი დიდი პიროვნება და მე უკვე შემხვდა მე პრეზიდენტი შევარდნაძე, გამომკითხა დეტალურად და ბოლოს ესეთი რამე თქვა, ეს იქნება საუკეთესო სიგნალი ინვესტორებისთვის, თუ Ray Charles-ი ჩამოვა, რომ ჩვენ ნორმალური ქვეყანა ვარ და რომ მათ არ შეეშინათ აქ ფულის დავანდება. მას ვეუბნებოდი, რომ იმას უნდა შეთანხმებათ პირით. აი, ყველაზე ხშირად რას ხვდავთ, როცა გინდათ რომ ან ხასიათზე მოხვიდეთ, ან რაღაც ენერგია გჭირდებათ. გაჩნი, აი, დამოკიდებულია ხასიათზე, წელიწადის დროზე, იმ კონკრეტულ მომენტზე, შეიძლება რაღაცამ დამაინტერესოს რაღაც დეტალი, მაგრამ აი, ხა Stevie Wonder-ის ხასიათზე ვარ, აი თქვენ და ტელევიზია, საკითხი, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს დგას, სამი ტელევიზიის ისტორია გიკავშირდებათ, ამას გარდა სატელევიზიო production სტუდიის, TBC TV სტუდიოს, ასევე რეზონანსული სატელევიზიო ფესტივალის მანას ისტორია. ყველაზე ხშირად თქვენ სახელს და გვარს ახსენებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნასთან მიმართებით, რა, იმიტომ რომ ყველა ყვება, რომ ზაზა შენგელე მივიდა საბჭოთა ტელევიზიაში, დაიწყო ახალგაზრდების დასაქმება და გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად. მთლიანად მთელი ჩემი 7 წლიანი იქ მუშაობის პერიოდი იყო ალბათ ყველაზე მძიმე, საპასუხისმგებლო და ღირსეული გამოწვევა საკუთარი თავისთვის, ჩემთვის.
ანუ მე შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას. მე ძალიან ბევრი მოგზაურე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე გერმანიაში, BBC-ში ვიყავი 2 თვიანი სტაჟირება მქონდა, ამერიკულ მოდელს გავეცანი, ფრანგულ, იტალიურ მოდელებს და ეს იყო ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რაღაცა ძველის დემონტაჟი და რაღაცა ახალი სისტემის შექმნა. მთელი სისტემა იცვლება. აბსოლუტურად შეიცვალა. სანამ სხვა თემებზე გადავალთ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ შემიძლია რომ არ გითხოთ. ეს შავი ტელეფონი მითია თუ რეალობა? ეს სადაც ვრეკავდი შავი ტელეფონით მათ უნდა გითხოთ. მე მგონი ესე ჯობია. მეუნებიან რომ რეალობაა. გასაგები. მანა ეს იყო კონკურსი თუ როგორ დავა? სატელევიზიო კონკურსი. ეს იყო როგორც აი ოსკარი ქართული ტელევიზიის რა. რა მიგვირს ის? აი დღეს მაგალითად მე ვერაფრით მით უმეტეს ესეთ პატარა ქალაქში ვერასოდეს ვერ გამოვავლენ მაგალითად საუკეთესო ტელეწამყვანს. აი მაშინ ეს რაც უხერხულობებთან არ იყო დაკავშირებული. არა პირიქით ეს იყო ძალიან პრესტიჟული იქ მონაწილეობა. ჯერ ესეთი მინდა ის თქვა რომ სოხუმის დაცემიდან 2 თვეში ჩატარდა პირველი მანა ნოემბერში 1994 წლის და უზარმაზარი მოვლენა იყო არა მარტო ტელევიზიის გამოცოცხლების თვალსაზრისით, არამედ თვითონ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში იყო და ეს იყო ძალიან დიდი სტიმული და ხელი შეუწყო ახალგაზრდების მოსვლას მყისიერად აი ყველგან, ყველა სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში, რომელიც მაშინ არსებობდა, ჯერ კიდე დამოუკიდებელი მაუწყებლობა არ იყო ისეთი მძლავრი როგორც დღეს არის, მაგრამ იგივე სახელმწიფო ტელევიზიის სტრუქტურაში, იგივე თქვა კერძო არხებში მოდინებას მოუწყო პოპულარიზაციას, ანუ მაგნიტად იმუშავა რომ მაგნიტად მოეზიდა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. მანა თვითონ იმდენად რეზონანსული მოვლენა იყო რომ მანას ჰიმნი ერთ დღეში იქცა უდიდეს ჰიტად. სხვათა შორის მისი ტექსტი დავწერეთ მე სესილიმ და მანანა სიამაშვილმა განსვენებელმა ჩვენმა მეგობარმა მე და სესილი. კიდევ ერთი მიმართულება თქვენ ცხოვრებაში არის საჯარო სამსახური, ახლა აღარ ჩამოთვლის სახელმწიფო მეთაურის პრეზიდენტი, ასე შემდეგ. მოკლედ თავიდანვე თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი სამინისტრო სახე ქონდა თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, ხო? მოკლედ, ბევრი რეგალია გაქვთ. აი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში რამდენ მიმართულებას შევეხეთ, თქვენთვის ყველაზე მეტად ზაზა შენგელია ვინ არის? Twins კარგად მისცემს, ძალიან კარგად იცის, რომ რეგულარია და თანამდებობა ჩვენთვის არასოდეს არაფერს არ ნიშნავდა. მე სულ მიყვარდა რაღაც გამოწვევები, რაც ახლის შექმნა, კეთება, აი ეს არის ზაზა შენგელია რა. რომელსაც უყვარს რაღაც კონკრეტული საქმეების კეთება. და ვფიქრობ, რომ რაღაცა გამომივიდა სატელევიზიო სფეროშიც, მუსიკალურ სფეროში და სახელმწიფო სამსახურშიაც და ვამაყობ ამითი, რომ ღმერთმა მომცა ამის საშუალება და მაქვს ის რა რითიც შემილია ზედმეტი თავდაბლობის გარეშე ვამბობ ამას, რომ ვიამაყო. და თქვენი ოჯახი ბოლოს საკმაოდ ცოტას საუბრობთ ოჯახზე. ძირითადად თქვენი საქმიანობა არის ხოლმე საუბრის თემა. ვიცი რომ თქვენი შვილიშვილი მსახიობია, ხო? ალექსანდრე არ შემოგვიერთდება, არ არის აქ? დაუძახოთ? კი, დაუძახოთ. მოდი ცოტა სასუსადარი. მოდი. ალექსანდრე, შენ მსახიობი რო ხარ, ბოლოს მაგაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. მსახიობობა გინდა? აი, ნუ ხარ მორცხვად. სცენაზე ხო არ ახალ ხოლმე მორცხვად. ორივე თამაშობენ დასში, მოსწავლეთა დასში ძალიან ბევრ კარგ სპექტაკლებს დგამენ. და ალექსანდრე იმდენად გამოიჩინა თავი, რომ მისმა რეჟისორმა დიდების სპექტაკლშიც მიიწვია და იქ თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს. თუმცა ჩემი აზრით, მას უფრო უკეთ გამოდის სიმღერა, მაგრამ ჯერჯერობით წინამძღობას მიწევს და აქ არ იყურება. აქტიური ბაბუა ხართ, როგორც მივხვდი და ჩართული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისე ვინ გაცლის, ვინ დაგაცლის. არჩევანი არ გაქვთ. თავისუფალი დროის. რა თქმა უნდა, ამათ გარეშე არ შემიძლია პირიქით. ბედნიერი ვარ, რომ გვერდ-გვერდ ბინებში ვართ, ცხოვრობთ გვერდ-გვერდ და რა ვიცი, ვიმუხტები ამათთან ერთად გატარებული დრო მირჩენია ყველაფერს. როგორი ბაბუა? საიდუმლოებებს ეუბნები ხოლმე? ყველაზე მეტად ბაბუსთან რისი გაკეთება მოგწევს? ხანდახან რაღაცას თამაშობთ ხოლმე. რას თამაშობთ? აი რაღაცას უჩურჩულავთ ხოლმე, რაღაცას პორში და მე მაგას ვაკეთებ და უნდა გამოვიცნო. 15 შეკითხვაში უნდა გამოიცნო. სესილი არის საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სერიოზული ფანი და ლამინ იამალის. ერთად უყურებთ ხოლმე ფეხბურთს. ნუ ეს PSG-ს ფანია, მაგრამ მე ბარსას ფანი ვარ. გამეთოთ ხშირად? არა, იმიტომ რეალის ფანი არ არის.